ეს მეექვსე სართული ისევ ხმაურობთ, ისევ რემონტის აკეთებენ რა. 12 საათია და 54 წუთია რა. ის ევიწყებს რემონტი. ვით ვერ დამთავრდა. ისევ ხმაურია და მაინც ხვრიტავდნენ. ეს კიდე არ მთავრდება არაფერი. სერიოზულად არის დიდი ხმაური რა. ეს არის სარკე, არის გაკეთებული. ეს არის მეექვსე სართული ხდება. და დავიჯეროთ ახლა აქ სარკე რა უნდა. წარმოიდგინე რა. და ეს ვიდეო შევინახო მკითხებულებით, რითვისაა გაკეთებული სარკე. კაი,
მოკლედ ეს მეექვსე სართულია, აქ შეხედე ზაც ჭერზე არის გახორეტილი. მოიცა ეს განათება როგორმე გავანათო. არ ჩანს, მაგრამ გადავიღებ მე ფოტოს. აი ზა ისა რაღაცები შიგნი ყრია და ეს ნახორეტი რა ჭერზე არის. აქ დანარჩენი რემონტია, ეხლა ხელოსანი ჯერ არ დაუმთავრებია, ბევრი არის გასაკეთებელი და ბევრია რა, აი ბევრია ძალიან და აქ არის ვაკასა. აქ ეს ავეჯები არის რაღაცები. აქას აი ესენი აურასაშენელება ხოლმე. აი აქას ეს ნახორეტი საინტერესოა რა. აი ეს ნახორეტი ზუსტად ამ ნაში. ესესაც აქასას მოკლედ რა აქასას ყველაფერი არის გასაკეთებელი, ყველაფერი აბსოლუტურია. აი აქასა აქ ტუალეტი არის, აქასა აქ რანაირად არის ნახორეტები, შეხედე რა. სისანა მოკლე აქას არის ბენი შემოსასვლელი და აი აქას არის ნახორეტები. აქ მილია სავარაუდოდ ხელოსანი როგორც ამბობენ და აქ კიდე საშინელი მდგომარეობა შეხედე. ამ კედელს შეხედე, ეს არის ტუალეტი, მოიცა? ხო, აქ უნდა იყოს ტუალეტი და ეს შეხედე. ოღო აქვს ძალიან ცუდათაა აქ ეს კედელი გაბუჭებულია თითქმის. და კიდე ისა მოიცალე აქ რაღაც აი აქ არაფერი. ამას თუ ეს არის სარკე არის გაკეთებული. ეს არის მეექვსე სართული ხდება. და დავიჯეროთ ახლა აქ სარკე რა უნდა წარმოიდგინე რა. და ეს ვიდეო შევინახო მკითხებულებით რითვისა გაკეთებული სარკე. კაი, კი ბატონო. ნიკოლო, მეექვსე სართული რემონტის აკეთებენ და აი ეს ვიდეო ნახე. ყველაფერი არის აბსოლუტური სარიერია და რემონტის აკეთებენ მეექვსე სართული და ხელოსანი ქვია ნიკა. ელ აუხსენი შენის მერე. Dimitri შეხედე ზაც ჭერზე არის გახორეტილი. მოიცა ეს განათება როგორმე გავანათო. არ ჩანს, მაგრამ გადავიღებ მე ფოტოს. აი ზა ისა რაღაცები შიგნი ყრია და ეს ნახორეტი რა ჭერზე არის. აქ დანარჩენი რემონტია, ეხლა ხელოსანი ჯერ არ დაუმთავრებია.
მოკლედ ჩვენ მე ეხლა ვიმყოფები ზემო ჭალა სადასპირი ნიკოლოსთან ეზოში და ერთადერთი მინდა რომ იცოდე კიდევ ერთხელ გაიხსენე იესო ქრისტე ჯვარი როგორ არწო. როდესაც იესო ქრისტე ჯვარი რო აწვე ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ტანჯვით. მეორე მოსვლის ზემოფონი ჭალა როგორც ბერი ნიკოლოზი თუ შეხედავდი ზემოფონი ჭალა გამოსახულება მთლიანი корпуსი ისა ჯვარის სიმბოლო როგორც ჯვარსმა აქედან გამომდინარე თუ შეხედავდი იესო ქრისტეს ისტორია როგორ ასვე ჯვარსმა მეორე მოსვლისას კი იგივენაირად აკეთებენ ამ შემთხვევაში მეორე მოსვლის რა და როგორ ხდება ის ხდება რომ ბერი ნიკოლოზი სახში შეიჭრენ და თითქოს და ბერი ნიკოლოზი მომკვდარა მაგრამ ეს სინამდვილეც არ არის ისინი პოლიციელები ნემსები დაარჭობენ ესე ძალით დააძინეს
და ჩვენ კი დაგვაჯერეთ თითქოს ბერი ნიკოლოზი მოკვდაო. მაგრამ როდესაც მე ვამჟღავნებ სიმართლე ჭეშმარიტებას, რომ ის ბერი ნიკოლოზი არ მომკვდარა, ისინი პოლიციელები ნემსები გაარჭობენ 4 ნემსი. მაგრამ როდესაც პოლიციელები მიაგნებ ჩემს სიტყვები, უკვე ვეღარ მალავს და ბოლოს მაინც მოკლავთ ბერი ნიკოლოზი. აი ეს არის პასუხი. რა შეეხება? მე წინა გრძნობა მაქვს, რომ ვიღაც და საერთოდ გიჟას მე მრაცხავ და ასია. მაგრამ რას მომხდარა, იგივე მოხდება. რას მე ვთქვი, ისე იქნება. გაიგე სიმართლე და ჭეშმარიტება. და სხვადასხვა ბოლოს მინდა რომ გითხრა, ჯვარსმა სიტყვა დააკვირდი. ჯვარსმა უკუღმა რო წაიკითხო, ამცრა. ესე იგი პოლიციელმა ნემსი გაურჭო. აუცრა ბერი ნიკოლოზი. რათა დააძინო და ჩვენ კი დაგვაჯერეთ თითქოს მოკვდაო. აი ესეა. თუნდაც გაიხსენე როგორ ამბობენო 1 აპრილია მოტყუებული ადვილიაო. ეს არის პოლიციელების მოტყუებული ადვილი. მაგრამ თქვენ მოტყუება აღარაფერის აღარ გამოგივიდათ. ახლა კი რა შეეხება ცოტა დრო გაქვს იმის მიუხედავად რომ ბერი ნიკოლოზი გამოიყვანა სანამ ცოცხალია. ერთადერთი ჯაჭვად იყავ. მე მარტო ვერაფერს ვერ გავაკეთე. მით უმეტე ყველა შემრაცხობ გიჟად და ასე შემდეგ. უბრალოდ ჩემი სიტყვებით დავფიქრე და მე მივიდე.